მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში სირიაში დატრიალებულმა სასაკლაომ და მოსახლეობის მასობრივმა ხოცვა-ჟლეტის კადრებმა მთელი მსოფლიო შეძრა. სატელევიზიო რეგლამენტის გათვალისწინებით და ასევე ინტერნეტ სივრცის ელემენტარული ეთიკური ნორმების გამო იმ უსასტიკესი კადრების სრულად განთავსებას მოვერიდებით, რა საზარელი დანაშაულით სირიის მასშტაბით დატრიალდა. სირიის ახალმა ხელისუფლებამ სიველურის დანაშაულებრივი აქტი ჩაიდინა და 1300-ზე მეტი ადამიანი საჯაროდ დაამცირა, აწამა და მოკლა 3 დღის განმავლობაში. მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ალავიტები იყვნენ, იმ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, რასაც სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ასადი მიეკუთვნებოდა. დეჰუმანიზაციის და წამების კადრებს ხელისუფლებაში მყოფი რადიკალი ისლამისტები თვითონ ავრცელებდნენ, ხოლო შემდეგ სირიის ახალმა ლიდერმა აბუ მოჰამედ ალ-ჯულანმა მითითება მისცა, რომ დანაშაულის ამსახველი კადრები აღარ გადაეღოთ. ფრანგულმა ფრანს 24-მა ასე დაასათაურა სირიული სასაკლაო. სირიულ პროვინცია ლატაკიას ალავიტების ხოცვა-ჟლეტით თავზარი ეცა. შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ტელევიზია CNN კი აღშფოთდა. ეთნიკური წმენდა. ვიდეო როლიკებზე ასახულია, როგორ ტკბებიან პროსახელისუფლებო ძალების სირიაში უმცირესობების მასობრივი გაჟლეტით სირიის სანაპირო ქალაქში. ალავიტებთან ერთად დევნიან და ავიწროვებენ სირიაში მცხოვრებ ქრისტიანებს. ისინი იძულებულები არიან თავისი საცხოვრებელი დატოვონ და გაიქცნენ, რადგანაც ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე იმყოფებიან. როგორც Syrian Observer იტყობინება, ქვეყანაში ქრისტიანების რაოდენობა ძალიან შემცირდა და ამჟამად მხოლოდ 300,000 ადამიანს შეადგენს. აირას ამბობს რადიკალი ისლამისტების სასაკლაოს გამოქცეული რიგითი სირიელი. ჩვენ იძულებით გადავცხოვრდით. მათ დახოცეს ხალხი და სანაგვე პარკებში ჩაალაგეს. დახოცილი ხალხი იქვე დამარხეს. ისიც არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამაზე. ღმერთი შეეწიოს ჩვენს ხალხს. თუ თავიდან სირიის ახალი რადიკალი ისლამისტების მთავრობა ალავიტურ უმცირესობას დევნიდა ასადის ფაქტორის გამო, შემდეგ მასობრივი მკვლელობების მსხვერპლი სირიის ქრისტიანი მოსახლეობაც გახდა. ამ გარემოებას დასავლური მეინსტრიმული მედია საერთოდ არ უთმობს ყურადღებას. ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ X-ზე აღნიშნა ეს ფაქტი, რომ სირიაში ქრისტიანების დაცვის გარანტი ბაშარ ასადი იყო. მას შემდეგ, რაც იქ ძალაუფლებად რადიკალებმა ჩაიგდეს ხელში, ალავიტებთან ერთად ქრისტიანების მდგომარეობაც საგანგაშო გახდა. 10 წლეულების განმავლობაში ბაშარ ასადი იცავდა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს სირიაში, მათ შორის მრავალრიცხოვან ქრისტიანულ მოსახლეობას. ამერიკაში არავის არ ჰქონდა ამის აღნიშვნის უფლება. ვინც ამას აკეთებდა, ნეოკონების მიერ მომენტალურად სახიფათო ექსტრემისტად ცხადდებოდა. რაც უფრო სუსტდებოდა ასადი, მით უფრო მეტი ქრისტიანი კვდებოდა. ახლა, როდესაც ასადი ხელისუფლებას ჩამოშორდა, სირიაში დარჩენილი ბევრი ქრისტიანი ჩახოცილი იქნა, ხოლო მათი წმინდა ადგილები შეიბილწა. ტაკერ კარლსონი ზუსტია შეფასებაში, რადგანაც სირიაში გლობალური დიპსტეიტის მიერ დაფინანსებული ქაოსის შემდეგ, იქ დაწყებული არაბული გაზაფხულის შემდეგ, 2011 წლიდან დღემდე ქრისტიანების რაოდენობა 5-ჯერ შემცირდა, 1,500,000-დან 300,000-მდე. სიკვდილს გამოქცეულმა ალავიტებმა, ქრისტიანებმა და კიდევ ერთი უმცირესობის დრუზების წარმომადგენლებმა თავი ხმეიმის რუსულ სამხედრო ავიაბაზას შეაფარეს. რამდენიმე ასეულმა ბავშვმა, ქალმა და მოხუცმა ლატაკიაში მდებარე რუსულ ავიაბაზაზე იპოვა დროებითი თავშესაფარი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია. დღევანდელი მდგომარეობით სირიაში ყველა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობა ჩაგვრის და დევნის ობიექტია. ამას კი მწვანე შუქი მისმა ახალმა ლიდერმა აუნთო. აბუ მოჰამედ ალ-ჯულანმა განაცხადა, რომ სუნიტების გარდა ყველა ურწმუნოები არიან, რაც შიიტებზე, ალავიტებზე, ქრისტიანებზე და სხვა კონფესიის წარმომადგენლებზე ნადირობის გამოცხადებას ჰგავდა. მასობრივმა წამებამ და ადამიანების ხოცვამ სირიელი მოქალაქეების გაბრაზება და პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ბევრ მათგანს წლების განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც ბოლო არ უჩანს, უბრალოდ ხელში ამოუვიდა. სირიის დედაქალაქ დამასკოში მოქალაქეები საპროტესტო დემონსტრაციაზე გამოვიდნენ, რასაც რადიკალი ფუნდამენტალისტების მიერ მათი დაშლა და ტყვიების როლა მოყვა. ბევრ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ლოგიკური კითხვა, კი მაგრამ სადაა ამ დროს
ევროკავშირი, რომელმაც ლეგიტიმაცია მიანიჭა სირიის ახალ მთავრობას და ასადის დამარცხებისთვის ყველაფერი გააკეთა. მათთვის ჩვეული აღშფოთება თუ მაინც დააფიქსირეს ევროჩინოვნიკებმა იმის შემხედვარე, რაც სირიაში ხდებოდა. სამწუხაროდ ევროკავშირმა მორალურად გაბანკროტებული პოზიცია დაიკავა და ის ხალხი დაგმო, ვინც ქუჩაში უსასტიკესად დახვრიტეს ერთმანეთის მიყოლებით და მათ ასადის ძალები უწოდა. ევროკავშირი დაბეჯითებით გმობს ბოლოდროინდელ შეტევებს, რაც სავარაუდოდ ასადის ძალების მიერ იქნა განხორციელებული დროებითი ხელისუფლების წარმომადგენლებზე სირიის სანაპირო რაიონებში და ასევე ნებისმიერ ძალადობა სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ. სამოქალაქო პირები დაცულები უნდა იყვნენ ნებისმიერი გარემოების დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის თანახმად. ამას ვკითხულობთ ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში. არც ერთი კრიტიკული პასაჟი სირიის ხელისუფლების მიმართ. 1300 ადამიანი სასტიკად მოკლული, დამცირებული. ეს ყველაფერი ვიდეოზე აღბეჭდილი და ინტერნეტში ატვირთული და ევროკავშირის გლობალური deep state იმ ხალხის გაკიცხვას ვერ ბედავს, ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა. ევროკრატების ფლიდობაზე კიდევ ის ფაქტი მეტყველებს, რომ ამ სასტიკი მკვლელობების შემდეგ სირიის დროებითმა მმართველმა აბუ მოჰამედ ალ-ჯულანმა 17 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ დონორების კონფერენციაზე მიიღო მოწვევა სახელწოდებით სირიასთან ერთად. ამ ქმედებებით ევროკავშირმა არა მხოლოდ ალავიტების მასიურ ხოცვაზე დააფიქსირა ჩუმი თანხმობა, არამედ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ადამიანის უფლებები მათთვის ლამაზად შებუთული სიტყვებია და ისინი რეალურად საერთოდ არ ზრუნავენ უმცირესობების უფლებებზე, როდესაც ეს ყველაფერი ბრიუსელიდან შორს ხდება. რამდენიმე თვის წინ სირიის ახალ პრეზიდენტს აჰმედ ალ-შარაას, იგივე აბუ მოჰამედ ალ-ჯულანს გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ოფიციალურად. ჟან ნოელ ბარო და ანაბელა ბერბოკი დამასკოში ჩავიდნენ სირიის ახალ ლიდერთან აუდიენციისთვის. გერმანელებს დიპლომატიური ფიასკო შეემთხვათ. ალ-ჯულანმა ანაბელა ბერბოკს ხელიც კი არ ჩამოართვა, ხოლო შეხვედრის შემდეგ სირიულ პრესაში განთავსებულ მასალებში ის უბრალოდ დაბლარეს, არ გამოაჩინეს. ანუ მათ მიერ აღიარებული და მხარდაჭერილი ბოევიკი, რომელსაც უამრავ დანაშაულში ედება ბრალი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ხელს არ ართმევს, რადგანაც ის ქალია. ანაბელა ბერბოკის დიპლომატიურ შესაძლებლობებში უკვე ბევრ კრიტიკოსს დიდი ხანია ეპარება ეჭვი და როგორც გამოჩნდა, არც თუ ისე უსაფუძვლოდ. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, სირიის ახალი ხელისუფლებისგან, რომელიც მეტწილად ექსტრემისტებისგანაა დაკომპლექტებული და შარიათით ხელმძღვანელობენ, ინკლუზიურობას და ქალების ჩართულობას მოელის ქვეყნის მართვაში და მათი უფლებების დაცვას. მას ხელს არ ართმევენ და სურათზე ბლარავენ, იმიტომ რომ ქალია და ის მათგან ქალების უფლებების დაცვას მოელის. A better future for Syria means an inclusive სირიისთვის უკეთესი მომავალი ნიშნავს ხელისუფლების ინკლუზიურ მშვიდობიან გადაცემას, შერიგებას და რეკონსტრუქციას. ამას ესაჭიროება პოლიტიკური დიალოგი, რომელიც მოიცავს ყველა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს, ასევე მამაკაცებსაც და თანასწორად ქალებსაც. ყველა უნდა ჩაერთოს კონსტიტუციურ პროცესში და სირიის მომავალ მთავრობაში. დღევანდელ საუბრებში მკაფიოდ განვაცხადეთ, ევროპა მხარს დაუჭერს, მაგრამ ევროპა არ იქნება ისლამისტური სტრუქტურების დამფინანსებელი. ჩვენ წავახალისეთ თანამოსაუბრენი, რომ ინკლუზიურობაზე გაითვალისწინონ გაეროს გამოცდილება და მხარდაჭერა. ბერბოკი რომ ერთი რიგითი ევროპელი ბიუროკრატი იყოს, ეს დიდად არავის არ გაუკვირდებოდა. იმიტომ რომ ბრიუსელში ბევრი მისი მსგავსი პოლიტიკოსია, ვისაც არც გონება უჭრის დიდად და არც კონტექსტის რეალური აღქმა შეუძლია. მაგრამ ის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრია უკვე რამდენიმე წელია. რისი იმედი უნდა ჰქონდეს იმ ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც ჯიჰადისტებისგან ქალების და უმცირესობების უფლებების დაცვას მოელის. ბერბოკი ევროპული დაცემის სიმპტომია. ის ევროკრატიის კრიზისის გამოხატულებაა. შეიძლება ბაშარასაც ბევრი ნაკლი ჰქონდა, დანაშაულებშიც ედებოდა ბრალი, მაგრამ ერთი რამ რაც უდავოა ისაა, რომ ის სეკულარისტი იყო. არ იყო რელიგიური ფუნდამენტალისტი სირიის ამჟამინდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით. მის დროს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები სირიაში მეტწილად დაცულად გრძნობდნენ თავს. თუმცა კოლექტიურ დასავლეთს და გლობალურ deep states ისე გაშმაგებით სურდა ასადის მოშორება, იმის გამო რომ მას რუსეთის პრეზიდენტი მფარველობდა, რომ ღია ტერორისტებთანაც კი არ მოერიდათ თანამშრომლობა. უბრალოდ შეუძლებელია იმ საშინელებათა წარმოდგენა, რაც ზოგიერთ ადგილას მოხდა. აქაურმა ხალხმა სირიის დედაქალაქ დამასკოს სიახლოვეს ჯოჯოხეთი გამოიარა. ისინი დახოცეს ისეთი საშუალებებით, რაც წარმოუდგენელია ცივილიზებული სამყაროსთვის. ამიტომაც მნიშვნელოვანია დღეს ჩემი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროკავშირის სახელით აქ ყოფნა. სურს მადლობა გადავუხადო ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა თეთრი ჩაფხუტები, რომლებიც წლების განმავლობაში
განმავლობაში მკაფიოდ აცხადებდნენ, რომ ნორმალიზაცია გამორიცხული იყო ასადის რეჟიმის პირობებში, რომელიც ეფუძნებოდა ბარბაროსობასა და წამებას. ამ სიტყვების შემდეგ ორ თვეში სირიაში ისეთი ამბები დატრიალდა, რომ სირიელებს ქვეყანაში მშვიდობის დამყარების იმედი კვლავ დიდი ხნით გადაეწურათ. ბერბოკი, ისევე როგორც დასავლური ლიბერალური იმპერია, ასადთან ბრძოლამ იმდენად მიკერძოებული გახადა, რომ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსტრემისტი, აბუ მოჰამედ ალ-ჯულანი, იგივე აჰმედ ალ-შარაა, სირიის დროებითი მთავრობის ლიდერად აღიარა და მასთან ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. მაშინ, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ექსტრემისტებით დაკომპლექტებულ დროებით ხელისუფლებას ოფიციალურად ეახლა, საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას აკრიტიკებს, რუსთაველზე გამოსულ აგრესიულ მომიტინგებს წყლის ჭავლით რატომ უპირისპირდებაო. სირიელი ბოევიკების მიერ ბავშვების და ქალების სასტიკ მკვლელობაზე ხმას არ იღებს და საქართველოს მთავრობას ამუნათებს აგრესიულ დემონსტრანტებს წყლით რატომ ასველებსო. ხანდაზმული ქალები, რომლებიც ითმენენ ყინვას და არ უშინდებიან ძალოვნების ხელკეტებს, წყლის ჭავლის წინ მდგარი დასველებული ახალგაზრდები, რომლებსაც თან არაფერი აქვთ ევროპული დროშების გარდა, სასტიკად ნაცემი და დაკავებული ოპოზიციის ლიდერები, რამდენიმე კვირის განმავლობაში ათობით ათასი ქართველი ყველაზე პატარა სოფლებსა და უმსხვილეს ქალაქებში გაბედულად მართავს დემონსტრაციას ევროპული მომავლისთვის. ამას იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, სადაც პროპალესტინური დემონსტრაციები საერთოდ აგრძალეს. ამას იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, ვინც ექსტრემისტებით დაკომპლექტებულ სირიის დროებით ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა და 2012 წლის შემდეგ დახურული დიპლომატიური წარმომადგენლობა კვლავ გახსნა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის ახლად არჩეული საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი მისი კანდიდატურის განხილვისას აცხადებდა, რომ სირია დღეს ექსტრემისტების ხელშია, რომლებიც 11 სექტემბრის ტერაქტის დროს ქუჩებში ცეკვავდნენ. ტულსი გაბარდი რამდენიმე წლის წინ პრაქტიკულად პროგნოზირებდა იმ ვითარებას, რომელიც დღეს სირიაში შეიქმნა. ასადის დასამხობად წარმოებული ომი კონტრპროდუქტიულია, რადგან ის ფაქტობრივად ისლამურ სახელმწიფოს და სხვა ისლამისტ ექსტრემისტებს მათი მიზნის მიღწევაში ეხმარება, რაც ასადის სირიის მთავრობის დამხობასა და მთელს სირიაზე კონტროლის მოპოვებას გულისხმობს. ეს ყველაფერი მხოლოდ გაამწვავებს ადამიანურ ტანჯვას რეგიონში, გაუარესებს ლტოლვილთა კრიზისს და მსოფლიოსთვის კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შექმნის. თუმცა ევროკრატებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთვის ადამიანის უფლებები და დემოკრატიული სტანდარტები მხოლოდ ბუტაფორიაა და კონკრეტულ ქვეყნებზე ზეწოლის მექანიზმია. ხოლო როცა მათ სტრატეგიულ ინტერესებს სჭირდება, მათ ისეთ შემზარავ სისასტიკეზე შეუძლიათ თვალის დახუჭვა, როგორიც სირიის ბოლო მოვლენებია.